ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ერთობლივი პროექტის ფარგლებში საბაჟო დეპარტამენტის კინოლოგ ოფიცრებს და სამსახურებრივ ძაღლებს სწავლება ჩაუტარდათ. სლოვაკეთის რესპუბლიკიდან მოწვეული ექსპერტების ჩართულობით საქართველოს მასშტაბით არსებულ გაფორმების ეკონომიკურ ზონებსა და საბაჟო გამშვებ პუნქტებზე კონტრაბანდული თამბაქოსა და თამბაქოს ნაწარმის ძებნა აღმოჩენაზე რამდენიმე საჩვენებელი სწავლება გაიმართა. აღნიშნული წვრთნები მიზნად ისახავს საბაჟო დეპარტამენტის მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას და სამსახურებრივი ძაღლებისთვის აუცილებელი უნარების გამომუშავებას. პროექტის ფარგლებში ჯამში 22 კინოლოგ ოფიცერი და 17 სამსახურებრივი ძაღლი გადამზადდა.